So let's pretend we don't know where we're going, or even who we are. ყველამ კარგად ვიცით და გვიყვარს ფილმი პარიზი დაიცდის, ელეონორა კოპოლას ფილმი მოგზაურობაზე, სიყვარულზე, საკუთარი თავის ძიებაზე და მაშინ მთავარ როლს ასრულებენ ალეკ ბოლდვინი, დაიანა ლეინი, არნო ვიარდი და სწორედ ის არის ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა მას. საქართველოში მაყურებელმა ისტორიად გაიცნო ამ ფილმით, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებლებს, რომ ის არის ცნობილი არაჩვეულებრივი კინოროლებითა და კიდევ უფრო არაჩვეულებრივი კინონამუშევრებით, უკვე რეჟისორის ამპლუაში. მისი კარიერა მოიცავს 30 წელს და 24-ზე მეტ ფილმს. Where are you? I'm driving to Paris with one of your dad's business partners. Քერი კარიერა არის ნამდვილად თანბეჭდავი და როგორც უკვე აღნიშნეთ, ცნობილი არის თავის მრავალმხრივი ნამუშევრებით, მაგრამ როდესაც შემოგთავაზეს პარიზი დაიცდის მთავარ როლზე, რა იყო ის მთავარი დეტალი, რომელმაც თქვენში ამ პროექტისადმი ინტერესი გააღვიძა, შესაძლოა ეს იყოს სცენარი, გმირის ხასიათი, ამ ფილმის სიუჟეტი. ერთ დღეს კასტინგის დირექტორი დამიკავშირდა და მითხრა, არის ერთი პროექტი, რომელიც საკმაოდ საინტერესოა. ელეონორ კოპოლას ფილმი. ის მსოფლიო კინოს ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორის ფრენსის კოპოლას მეუღლე და ასევე სოფია კოპოლას დედა. იმ დროს იგი თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს იღებდა. ყველაზე მეტად იმან გამოუცა, რომ მთელი თავისი გამოცდილების მიუხედავად ქალბატონმა კოპოლამ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი 80 წლის ასაკში გადაიღო. ეს მართლაც დაუჯერებელია, იშვიათი და საოცრად შთამაგონებელი. ასე გავიცანი ელეონორ კოპოლა, პარიზის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ კაფე დე ფლორში. მამ კითხა, თანახმა ხარ იმუშაო ახალბედა რეჟისორთან. უპასუხე, თქვენ ახალბედა არ ხართ, თქვენ უკვე ბევრ რამეს მიაღწიეთ. ის საოცრად თავმდაბალი და გამორჩეული არტისტი იყო. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რომ მასთან მუშაობის პატივი მხვდა წილად. ეს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი და ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გამოცდილება იყო ჩემს კარიერაში, რადგან ელეონორ კოპოლა მართლაც უნიკალური პიროვნებაა. როდესაც სცენარს გავიცანი, მივხვდი, რომ ვალდებული ვიყავი ჩემი ქვეყნის წინაშეც ეს როლი შემასრულებინა. Driving is the only way to see a country. ფილმი არის სიყვარულზე, საკუთარი თავის ძიებასა და მოგზაურობაზე. ეს ყველაფერი თქვენთვის როგორ დაკავშირდა როლთან მუშაობის პროცესში? ფილმი ერთგვარად ქალის პორტრეტია, რომელიც ცხოვრების გზაზე თვით გამორკვევისა და ძიების ეტაპს გადის. სწორედ ჩემი პერსონაჟი ეხმარება მას ამ პროცესის გააზრებაში. როგორც მსახიობმა, ვიმუშავე იმაზე, რომ ჩემი გმირი ყოფილიყო მომხიბვლელი ფრანგი, მაგრამ ამავდროულად გულწრფელი. მას ნამდვილად სურდა ამ ქალისთვის საფრანგეთის სილამაზე დაინახებინა. მოხიბლის პარალელურად მისთვის მნიშვნელოვანი იყო სიამაყით ეჩვენებინა ქვეყნის ყველაზე ლამაზი ადგილები. ეს ის ბედნიერი განცდა, როცა ვინმეს შენს ქვეყანას აცნობ და ეუბნები, შეხედე ეს ყველაფერი მშვენიერი ადგილია. და სწორედ ასე ვიქცეოდი. ჩემი გმირი მთლიანად ამით იყო შთაგონებული. Okay, Jacques. Straight to Paris now, right? ანა გავარდაზე გადაღებული ფილმი იყო ალბათ ერთ-ერთი საინტერესო ეტაპი კარიერაში და მსახიობად და რეჟისორად მუშაობის პროცესი როგორ განსხვავდება ერთმანეთისაგან და როგორია სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახული კინო. ანა გავალდას უთხარი, რომ სიუჟეტი მომეწონა. მოგვიანებით შევხვდით კიდეც გარკვეული ვალდებულებები არსებობდა წიგნის უფლებებთან დაკავშირებით, მაგრამ ერთ დღეს ისევ დამიკავშირდა და მითხრა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილიყო. მაშინვე დავიწყე სცენარზე მუშაობა. ფილმმა კინოთეატრებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. Alors c'est peut-être ça que j'essaie de réparer en écrivant. Et je sais que rien ne pourra m'arrêter. რაც შეეხება ჩემს პირველ ფილმს კლარა და მე, ეს ნამდვილი სიყვარულის ისტორიაა. Qu'est-ce que vous faites dans la vie? ფილმი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. თავიდან მინდოდა, რომ უბრალოდ რომანტიკული კომედია კი არა, არამედ ნამდვილ სიყვარულზე ამბავი გადამეღო. ეს ჟანრი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო. მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა კაცია, რომელიც ფილმის დასაწყისში ბევრ რამეს ვერ იგებს, მაგრამ დროთა განმავლობაში იზრდება და ვითარდება. ეს იყო ჩემი პირველი ფილმი. ამის შემდეგ ცოტა შემეშინდა მეორე ფილმის გადაღება, ამიტომ სხვადასხვა პროექტში ჩავერთე, მათ შორის გავაგრძელე სამსახიობო კარიერა. საბოლოოდ გადავწყვიტე მეორე ფილმი გადამეღო, სადაც თავად წერდი, თამაშობდი, რეჟისორობდი და წარმოებაში მუშაობდი.
Je voudrais faire mon deuxième film cette année. ყველაფერს თავად ვაკეთებდი, თუმცა ეს დაბლ ბიუჯეტიანი პროექტი იყო. სწორედ ამ ფილმის წყალობით მივიღე როლი Paris Can Wait-ში. ელეონორ კოპოლამ სადღაც ნახა მისი ტრეილერი და მის შემდეგ გადაწყვიტა შევხვედროდით. Je veux être connue. Arnaud, alors, c'est ton nouveau projet? Ouais. კიდევ ერთ პროექტს აღვნიშნავ, ფილმს, რომელიც კარანტინის დროს გადავიღე. მაშინ ბავშვებთან ერთად ვიყავი სახლში და საკუთარ თავს ვუთხარი, რაღაც უნდა გავაკეთო მათთან ერთად. ასე დავწერე სცენარი, რომელიც ერთდროულად ჩემს მამაზეა და იმაზეც თუ როგორი მამა ვარ თავად. ეს იყო ერთგვარი სარკის ეფექტი. Bon, je me suis dit, c'est le confinement, soyons un peu lumineux, quoi. Je n'avais pas vu les choses comme ça. მუსიკას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა თქვენს ფილმებში და ცეკვის თემაც მომხდა მე პირადად თვალში. აქვე მინდა თქვა, რომ ბოლო ფილმებზე ისეთი განწყობა მრჩება, რომ არის ცოტა დოკუმენტი. C'est vrai que la musique pour moi c'est ce qui donne. მუსიკა ჩემთვის ის არის, რაც ფილმს ემოციას ანიჭებს. ფიქრობ, კინომ გამზარდა და მასალა როგორ შევძრა მაყურებელი, რომელიც ადამიანის გამოცდილებას ეზიარება. მუსიკის გამოყენება არ არის უბრალოდ ტექნიკა, რომელიც მხოლოდ ემოციებს იწვევს. ეს არის გზა, რომლის მეშვეობით ყველაფერი რეალური ხდება, მატერიალიზდება. Pas prévu toi. ჩემს ბერ ფილმში არის მომენტი, როდესაც მუსიკალური კომედიის ელემენტები ჩნდება, რადგან მჯერა რომ იქ სადაც ცეკვა და მუსიკა ერთიანდება, შეიძლება საუკეთესოდ გადმოცეთ სიყვარულის შექმნის პროცესი. ეს ჩემთვის განსაკუთრებული რამაა. ჩემი ოცნება სრულად მუსიკალური კომედია შექმნა. მიუზიკლიც გადავიყო, ეს უკვე გეგმაში მაქვს, მაგრამ როგორც ყველა პროექტს, ამასაც თავისი დრო ჭირდება. Arnaud Diard qui vient de présenter son 4e film, c'est la 3e fois qu'il vient nous voir. როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს კინო? რა ჭირდება ხელოვნებას, რა ჭირდება მაყურებელს? Vous avez passé la période du Covid de façon extraordinaire. Vous donnez une image très positive du Covid avec une belle histoire d'amour. Quand tu danses dans la rue à Paris. კინოს ყურების კულტურა იცვლება, ხალხი სულ უფრო ნაკლებად დადის კინოში. ეს ტენდენცია რა გავლენას მოახდენს კინოს მაგიურობაზე? ყველაზე მეტად რაც მომწონს ხელოვნებაში, კინოში, ლიტერატურაში, არის ის, რომ ეს ყველაფერი ცხოვრებას გვასწავლის. როდესაც კინოში მივდივართ, ვხედავთ ისტორიებს, რომლებიც გვაიძულებს გავიგოთ და გავაანალიზოთ სამყაროს სინამდვილეში. კინო დიალოგია სამყაროსთან. ფილმის ყურებისას ვაკვირდებით ისტორიას, რომელიც კონკრეტულ გარემოსა და სოციალურ კონტექსტში ვითარდება. კინოდან გამოსვლის შემდეგ კი შეგვიძლია ვიმსჯელოთ, დავფიქრდეთ, სხვებთან გავიზიაროთ განცდილი. სწორედ ეს არის დიდი კინოს მთავარი ღირსება. დღეს ადამიანები კინოში უფრო იშვიათად დადიან. მგონია, რომ კინო, ისევე როგორც ჩვენი დროის პოლიტიკა, უფრო პოლარიზებული გახდა. ბევრი რამ იკარგება, ფერთა ნიუანსების სიუხვე, შუალედი, რომელიც აზროვნებისა და ემოციების სივრცეს გვაძლევდა. თითქოს ყველაფერი ან შავია, ან თეთრი. შუაგზა აღარ ჩანს. ეს შესაძლოა კინოს ერთ-ერთი პრობლემა იყოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება. არის თუ არა კინო დღეს ისევ მაგიური და არის თუ არა კინო კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება, რომ ხმამიალკინა აუდიტორიას? ფიქრობ, რომ კინო კვლავ შეიძლება იყოს მაგიური. უფრო მეტიც, ჯერა რომ ის ყოველთვის მაგიურია. კინო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საკომუნიკაციო საშუალებაა. მართალია, საავტორო კინოს გადაღება დღითი დღე ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს, მაგრამ მიუხედავად ნებისმიერი დაბრკოლებისა და ცვლილებებისა, თამამად შეიძლება თქვა, რომ ფილმი ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი რამაა, რაც შეიძლება შექმნა. ჩვენს ქვეყანაში ასეთი რეალობა არის დამთლიანოდ კინოსამყაროში, რომ კინოთეატრებმა თითქოს ნაწილობრივ ფუნქცია დაკარგა, ხო? ადამიანები აღარ მიდიან კინოში კარგი კინოს სანახავად. რა ხდება ამ კუთხით საფრანგეთში, რომელსაც აქვს ძალიან დიდი კინოისტორია? საფრანგეთის მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს კინოხელოვნების განვითარებას. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კინომ არსებობა და განვითარება განაგრძოს. ალბათ ეს ბუნებრივიცაა, რადგან ფრანგულ კინოს მართლაც აქვს უდიდესი ტრადიცია და ისტორია, რომელიც ძმები ლუმიერებიდან იწყება. მხოლოდ 2024 წელს 3-დან 4,000-მდე ფილმი შეიქმნა. დიახ,
ფრანგული კინო ცოცხალია და მჯერა მომავალშიც სასიამოვნოდ გაგვაოცებს. რაზე მუშაობთ ახლა? ვიცით რომ არის სენა, Netflix-ის ძალიან დიდი პროექტი და მნიშვნელოვანი პროექტი. მუშაობ ახალი ფილმის სცენარზე. ეს კომედია 60 წლის კაცზე, რომლებიც პარიზში ბინას ქირაობენ. დიახ, ბოლოს და ბოლოს კომედია. ასევე მუშაობ მარტინ იდენის ეკრანიზაციაზე. ვფიქრობ მიუზიკლის დადგმაზეც და თეატრით საინტერესო იქნებოდა. ჰამლეტის როლი არის საოცნებო როლი როგორც ყველა მსახიობისთვის. Non. არა. თუ შექსპირზე მიდგა საქმე, ჰენრიხ მეხუთე. Henri V. Au début, c'est vachement bien les temps de gêne. Et après, on enchaîne. Et une fois, quand t'es assis, ouais. თავარი მიზეზი, რატომ უყვარს არდობიარს ეს საოცარი სამყარო. Je crois que c'est ce qui კინო ეს არის ის, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდი. მახსოვს, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი და კინოთეატრში მივდიოდი, თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობდი. თითქოს ვხედავდი, გრძნობდი, ცხოვრობდი იმ სამყაროთი. ამიტომაც, როდესაც გავიზარდე, კინოს შექმნის სურვილი თავადაც გამიჩნდა. ჯერ მსახიობობა დავიწყე, შემდეგ კი ფილმების გადაღება. Mais après, c'était faire des films. Dans quelques mois, tu auras 55 ans. Comme dit ta fille, tu as 12 rayures sur le front. ჩემს თხრობაში რეალობაც არის და ფანტაზიის ელემენტებიც. არის ეგზისტენციალური კითხვები, რაც მთავარია, ყველაფერი უშუალოდ უკავშირდება ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც და ყველაფერი ეს საოცრად მშვენიერია. Tu m'as dit que tu cherchais un photographe, parce que tu sais, ma petite sœur est photographe. მიხარია ქართველი მაყურებლის ინტერესი და ძალიან მინდა საქართველოში ჩამოვიდა. ძალიან დიდი მადლობა, მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და იმედი მაქვს, რომ ქართველი მაყურებელი გაიცნობს თავის საყვარელ მსახიობს უფრო ახლოს ამ ინტერვიუდან და ასევე იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ის გახდება საქართველოს სტუმარი. Thank you very much. Bye.